გამარჯობა, მე ვარ დუდუ მესხი. დღეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შესახებ გიამბობთ. წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი მდებარეობს თელავის სოფელ წინანდალში. წინანდის სასახლე ეკუთვნოდა გარსევან ჭავჭავაძეს, რომელიც ერეკლე მეორეს დროს იყო საქართველოს ელჩი რუსეთში. სასახლე მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს ალექსანდრე ჭავჭავაძეს გადაეცა. ის იყო ქართული რომანტიზმის ფუძემდებელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ჭავჭავაძეების სასახლე 1886 წელს აშენდა. აქ დაცულია ჭავჭავაძეების ოჯახის პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის გამოცემები, მე-18 საუკუნის ხელნაწერები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, ფერწერული ნიმუშები, მე-19 საუკუნეების ქართული, რუსული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, იაპონური ჭურჭელი და მუსიკალური ინსტრუმენტები. წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა. პარკი 18 ჰექტარს იკავებს. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტურები ჩამოიყვანა. წინანდლის ბაღში არის სიყვარულის ლაბირინთი. თუკი შეყვარებული წყვილი თვალ დახუჭული შეძლებს გავლას, მათი სიყვარული ბედნიერი იქნება. აქვე არის ღვინის საცავი, რომელიც 1835 წელს აშენდა. ის საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანია, სადაც ბოთლის ღვინო ჩამოისხა. წინანდის მარანში დაცულია სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული ღვინის 16,500-მდე ბოთლი. ალექსანდრე ჭავჭავაძემ საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. ალექსანდრე ჭავჭავაძეს 4 შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ჰყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე ცნობილი რუსი პოეტისა და დიპლომატის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო. მეორე ქალიშვილი ეკატერინე ჭავჭავაძე დავით დადიანის მეუღლე იყო. ვაჟი დავითი რუსეთის საიმპერატორო სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახლდათ. მისი მეუღლე ანა ბაგრატიონი გიორგი მე-12-ის შვილიშვილი იყო. უმცროსი ქალიშვილი სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროს ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის. წინანდლის სასახლე მე-19 საუკუნის კულტურულ კერას წარმოადგენდა. 1854 წელს წინანდლის მამულებს შამილის რაზმი შემოესია. სასახლე დაარბიეს და გადაწვეს. ტყვედ აიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახის და ნათესავები. სულ 24 ადამიანი. შამილმა ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ თავისი შვილის გათავისუფლება და მილიონი მონათი მოითხოვა. მოლაპარაკების შედეგად თანხა 40,000-მდე შემცირდა. ოჯახის გამოსასყიდად დავით ჭავჭავაძემ წინანდალი, მუკუზანი და ნაფარავი დააგირავა. 1886 წელს დავით ჭავჭავაძე იძულებული გახდა წინანდლის მამული გაეყიდა და ეს უკანასკნელი სოფლისწულო მამულების დეპარტამენტის მფლობელობაში გადავიდა. ამავე პერიოდიდან წინანდლის მამულების დიდი რეკონსტრუქცია იწყება. სამუშაოებს სათავეში რუსი არქიტექტორი ალექსანდრე ოზროვი ჩაუდგა, ხოლო
1887 წელს პარკის გადაკეთება შვედ ბოტანიკოს რეგელს დაუკვეთეს. ამგვარად წინანდლის მამული რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა. გასაბჭოების შემდეგ ღვინის ქარხანასთან არსებულ სასტუმროდ გადაკეთდა, ხოლო 1946 წლიდან გიორგი ლეონიძის თაოსნობით გაიხსნა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დამეწერეთ ლაიქები. გამოიწერეთ ჩემი გვერდი დუდუს და სესეს ფერადის სამყარო. მიყვარხართ!